მოგესალმებით მეგობრებო, დღეს კარგი ამინდია და კარგი განწყობით ვიწყებთ ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტის ჩაწერას, იმიტომ რომ დღეს სტუმრად მეყოლება ძალიან კარგი ადამიანი. მაგრამ სანამ პოდკასტს დავიწყებ, მინდა შევეხო პატარა თემას რეაბილიტაციის შესახებ და საერთოდ პოდკასტებს რეაბილიტირებული ადამიანების მონაწილეობით. მინდა ვთქვა, ზოგადად მინდა ვთქვა, რომ რეაბილიტაცია, ნარკომანია, თამაშდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, ეს არ არის რომანტიული თემა, არც სატირალი და საბღავლი თემა არ არის. ეს არის თემა, რომელიც მოითხოვს აუცილებლად პოზიტიურ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ადამიანის რეაბილიტაცია შედგეს სრულფასოვნად და არა ის, რომ საზოგადოება მილაპარაკოს, უი, რა კაი ბიჭია, როგორ გაიარა რეაბილიტაცია, უი, რა ცოდო ყოფილა, როგორ იტანჯებოდა, არა, ჩვენ ამ თემას არ რომანტიზირებთ და ერთი მინდა კიდევ ვთქვა, რომ ეს პოდკასტი იწერება უწყვეტად ჭრის გარეშე, არ ვამონტაჟებთ, ვიცით ჩვენს მონტაჟი, მაგრამ არ ვამონტაჟებთ ამას, იმიტომ რომ მინდა თითოეული სიტყვა, რომელიც იქნება ამ პოდკასტში გაჟღერებული, მივიდეს თქვენს გულებამდე, თქვენს ტვინებამდე და თქვენს, რა ვიცი, შეგრძნებებამდე. მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა. დღეს ემოციური არ მინდოდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ შენი სტუმრობა ძალიან დიდი ემოციას აღზრავს ჩემში, იმიტომ რომ ამ დღეს მართლა 5 თვეა ველოდები. 5 თვეა სანდრო არის ჩვენთან. სანდრო, რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა და ვთქვი, რომ ეს ადამიანი ბოლომდე გაივლის რეაბილიტაციას. მადლობა სანდრო, დროზე ხარ დღეს აქ. ვიცი რომ ნერვიულობ, ვიცი რომ ძალიან დიდი პასუხისგებლობაა ეხა რასაც აკეთებ და ვიცი რომ ეხლა შენ დაიბრუნე შენი სიყვარული. მოდი დავიწყოთ. მოდი შენი სიყვარული დავიწყოთ. რა იყო ცხოვრებაში შენი სიყვარული? ფეხბურთი. სანდრო რეხვიაშვილი. ცნობილი საფეხბურთო გვარია სხვათა შორის. ძალიან ბევრი რეხვიაშვილს ვიცნობ ფეხბურთელს. და მე ვიცი რომ შენ მაგრა თამაშობდი ფეხბურთს. ნორმალურად, რა ახალგაზრდული ნაკრებები მაქვს, ნათამაშები ყველა თითქმის და დინამოში თამაში, პროფესიონალ ფეხბურთს თამაშობდი, კი და რაც თავარია თამაშზე მეტი სიყვარული მქონდა რა და აი დედას ვიცავ ფეხბურთი არ ვიცოდი ვაფშე ცხოვრება ფეხბურთის გარეშე რა და ცხოვრება მაგაში ფეხბურთმა შემოყარა ყველაფერი, აი საერთოდ რა 24 საათი ქუჩაში ვიყავი ფეხბურთის სათამაშოდ რა სხვა ინტერესი არ მქონდა 24 საათი ვიყავი სტადიონზე რა. ფეხბურთის სიყვარული რამეს თუ ქვია, ჩემთვის ფეხბურთს ქვია სიყვარული. ხო, რეაბილიტაციაზეც ხშირად თამაშობ ფეხბურთს. სულ. კაი, მოდი ცოტა ისეთ შეკითხვას დაგისვე. ფეხბურთი იყო შენი სიყვარული. კი. რატო უღალატე შენ ამ სიყვარულს? რთული კითხვაა ნიკუშ, ცოტა რა მე დღემდე მაგას ვეკითხები ჩემ თავს რა, დღემდე მაგას ვეკითხები. უბრალოდ რა იყო, იცი? ისეთი დრო იყო, რომ ჩემ გარშემო ჩემ ვიღაცა ძმაკაცები მყავდა ბჭყალებში, ქუჩის ბიჭი ძმაკაცები რომ მყავდა, ვიღაცებს რომ დავინახე რომ მოხმარება დაიწყეს, მაინტერესებდა მეც რა, უბრალოდ მაინტერესებდა და აი იმ ინტერესის გამო გავსინჯე რა ნარკოტიკი, თუ შეიძლება ესე ვთქვა და უკვე ისე შევტოპე რომ მე უკვე გვიანი იყო რა, და მე გამახსენდა რომ უკვე ფეხბურთზე წინ დავაყენე ნარკოტიკი, რაც ჩემთვის ყველაზე ფეხბურთზე სიყვარულზე წინ. ხო, სიყვარული იყო ფეხბურთი ჩემთვის რა, მაგის გიქით რომ ვერ ვიყურებოდი, უბრალოდ აი გავსინჯავ თქო, აი ესე ვთქვი და რომ გავსინჯე, უკვე ის სიყვარული გვერდზე ჩავწიე და უკვე მოხმარება გახდა ჩემთვის იმ მომენტში სიყვარული. რამე სტრესი ქონდა? არანაირი. აი ეგ არის უბედურება და ინტერესის გამო იყო. მაგას ინტერესის გამო იყო, ხო, პროსტა აი ინტერესის თუ სიცარიელის შევსება გინდოდა? შეიძლება. ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას და მე ვფიქრობ, რომ ფაქტი სახეზეა ხო, ალბათ რაღაცა მაკლდა და ეხა უსმევ ეხა პოულობ რა მაგ იმეებს რა ვქია რაღაცებს რაღაც ეხა ცოტა ხნის წინ ეგრევე ეკითხა ვიღაცას ვაფშე აზრათაც არ მომივიდოდა რომ რაღაცა მაკლდა და მაგიტო გავაკეთე, მაგრამ რეაბილიტაციაზე ეგ დამეხმარა რომ ჩემ თავში ბევრი რაღაცა აღმოვაჩინე, ბევრი რამე ვისწავლე და
თურმე იმიტომ დავიწყე რომ რაღაცა მაკლდა, თორე ადამიანს ეხლა ყველაფერი მქონდა, ჩემთვის მაშინ ყველაფერი ეგ იყო რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ფეხბურთს თამაშობდი, კაი გუნდებშიც, ყველა ახალგაზრდა ნაკრებში იყო და არ მაკლდა არაფერი, მაგრამ ფაქტია რომ მაკლდა რაღაცა და გავეკეცი მაგ სიყვარულზე უარი ვთქვი რა, მაგ ჩემი საქციელით. გინდა არ გინდა, ეხლა მე შეიძლება ეგრე არ მეფიქრა რომ უარი ვთქვი, მაგრამ ეგრე გამომივიდა ჩემი საქციელით. წარმოიდგინე ეხლა რამდენი დამწყები ფეხბურთელი გვიყურებს, რამდენი მოზარდი გვიყურებს, რომელსაც რაღაცა ჭყალებში წარუმატებლობა შეემთხვა, ან ძირითადში ვერ ითამაშა, კი. ან უნდოდა ძალიან ფეხბურთის თამაში და ვიღაცამ დაიწუნა. ხო ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები ფეხბურთში, ამ სპორტში. კი. ძალიან ხშირად. და აი ამ ტკივილის მოსახსნელად შეიძლება ხელი წაუწდეს. მოდი, სანამ გავაგზავნებთ პოდკასტს, უბრალოდ რჩევა რომ ისცე რა, ანუ შენი გამოცდილებიდან რო უთხრა. ჩემი გამოცდილები და ეხლა მე იცი რა შემიძლია ნიკუში რო ვთქვა, რომ აი მაგ ახალგაზრდა სპორტსმენები ვინც არიან, რა ვინც მაგზადეთ განან, აი დედასვით ყველაფერს დავთმობდი რომ აი ცოტა იმ ასაკში დავბრუნდე რა, აი ვაფშე სხვანაირად შევცვლიდი ყველაფერს რა. აი რას გააკეთებდი? აუ აი დედასვით სტადიონის გარდა, აი სტადიონის გარდა არ გავაკეთებდი, აი მარტო ვივარჯიშებდი სახში, სხვაგან აი უბრალოდ აი ისეთი ასაკია მაგაც ახალგაზრდებისთვის, ისეთი ასაკია რომ ზოგი ვერ უძლებს რა, იმ პატარა სტრესს ვერ უძლებს და არც ყავთ გვერდში ისეთი ადამიანები, ვინც გვერდში დაუდგებიან. ეხლა მე მაგალითად ისეთი ადამიანი ვიღაცა გამოცდილი ადამიანი რომ ყოლოდა გვერდზე, ხო? ალბათ არ მომცემდა მაგიშნას, რომ გვერდიდან გადამეხვია რა. საკუთარი თავის პატრონი რატო ვერ გახდი? ვერ გავხდი. ხო და რატო არ მქონდა ალბათ მაგის ნეპისკოპა და ქუჩაც მიყვარდა, ეს სიმართლე რო გითხრა, ქუჩაში დგომაც მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა რა, რომ ფეხბურთზე მეტად რამე შემიყვარდებოდა, მაგრამ აი რავი მძლია რა, მაგ ეგეთმა საქციელმა რომ რაღაცისკენ მიდრეკილება გამიჩნდა რა და მაგ დროს იცი რა არის, ისეთი დროც იყო და პროსტა აი ვერ ვიძახი რა, როგორც საჭირო, აი გვერდში არ მყავდა ისეთი ადამიანი, ვინც მეტყოდა რომ არა, ცუდია ეს, არ გააკეთო. როგორ არ ყავდა გვერდში? შენი გუნდელები, შენი მწვრთნელი, მწვრთნელი ეგრე შენი გულშემატკივარი. აბა ეხლა მაინც და მაინც ხელი უნდა მოეკიდეთ და სანდრო არ წახვიდეო, მოდი. ნარკოტიკისკენ არ წახვიდე სანდრო. ეს მამას ხო არ იტყოთ, ანუ რა განათლების პრობლემა ქონდა? სწავლას გულისხმობ? არა, ზოგადად განათლების. მე წიგნების კითხვაში განათლებას არ გულისხმობ. ჯიუტი ბავშვი ვიყავი რა, ცოტა სხვანაირი ხასიათებიც მქონდა, მაგრამ რაღაცა მაკლდა რა, ეხლა მაგ დასკვნამდე მივდივარ რომ რაღაცას გაურბოდი რა, რაღაცა სიცარიელი არ მეყო რა, ის ფეხბურთი, მარტო ფეხბურთი ალბათ არ იყო რა, ჩემთვის ყველაფერი და რაღაცას გავეკეცი ალბათ, სიცარიელებს ვცნობდი, გვერდში დგომას ვერ ვგრძნობდი ალბათ იმდენად და რაღაცა. ვერ გახდი საკუთარი თავის მეგობარი? ვერ გავხდი. ხო და მე რჩევა კითხე. ადამიანი ახალგაზრდებს რომ ჩევას იმას მიცემ ახალგაზრდებს რომ აი პირველ რიგში თავის მეგობრები უნდა გაჩნდნენ, აი რაც აქვთ, რა ჩაფიქრებულ, აი ფეხბურთის თამაში იქნება თუ ნებისმიერი სპორტი რაც არ უნდა იყოს, აი უბრალოდ აი მთელი გულით უნდა შეიყვარონ და რა საქმეც მოწონთ ის უნდა გააკეთონ ბოლომდე ხუთიანზე რა, აი უბრალოდ ძალიან ბევრი განსაცდელი ექნებათ, ძალიან ბევრი უსამართლობა ექნებათ, იქ შეიძლება ისეთი მწვრთნელი შეხვდეთ, ვინც არ ათამაშოს, ვიღაც უსამართლობა დაინახოს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ბევრი უსამართლობაა ნიკუში, რა და ბევრი უსამართლობაა და არ გამოდის რა, რაღაცა პატარა იმაზე ყურები არ უნდა ჩამოყარონ არავითარ შემთხვევაში, თორე ისეთი სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ ვეღარ გამოასწორონ რა და ძალიან მყარად უნდა დაუდგნენ ეგეთ იმეებს, რა ვქია, სიტუაციებს რა და ძნელია, ეხა ესე ორი სიტყვით რომ რაღაცა ის მივცე, რთულია, იმიტომ რომ მე თვითონ გამიჭირდა რა მაგძნობასთან დარჩენა, ძალიან რთულია, უბრალოდ აი, რავი, მე თუ რაღაცა შემიძლია რომ ორი სიტყვით უთხრა, უბრალოდ აი ყურები პატარა დაბრკოლებაზე არავითარ შემთხვევაში ყურები არ უნდა ჩამოყაროთ და რაღაცა საქმე თუ უყვართ, აი ბოლომდე უნდა იდგეთ, აი იმ საქმე ბოლომდე უნდა გააკეთოთ რა, ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ აუცილებლად, მაგის პირობას გაძლევთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და ბოლომდე, სულ 10 ჯერ წაიქცეთ, მე-11, მე-12 და ბევრჯერ უნდა აადგეთ. თავარია ის რა საქმეც უყვართ,
ის უნდა გააკეთონ ბოლომდე რა, გული. შენ რაზე ჩამოყარე ყურები? ბიჭო, მე ყურები ესე არ ჩამომიყრია ნიკუშ, უბრალოდ რა არის, იცი, ისე შევტოპე, რომ გამიჭირდა მე იმ მდგომარეობიდან გამოსვლა რა, მაგრა გამიჭირდა იმ მდგომარეობიდან გამოსვლა. უბრალოდ აი თავიდან აი როგორ წეღა როგორც რა, просто აი გასინჯვის მიზნით გავაკეთე ყველაფერი და მომეწონა რა, მომეწონა. თან ფეხბურთიც მინდოდა მე, თან ის მოხმარებაც მინდოდა, მაგრამ უკვე მივხვდი რომ ფეხბურთს ვეღარ გავაგრძელებდი, მე თვითგმობაში აირჩიე მოწონება სიყვარულს ანაცვალე, ანუ დროებითი სიამოვნება, რომელიც გიყუჩებდა რაღაცას. კი ბატონო. მაგას ვერ პატიობ ჩემთვის. ანუ შენ ვერ გამოდექი ძლიერი და შენ დააღალატე არა მარტო შენი თავი, არამედ დააღალატე ის ბევრი გულშემატკივარი, ვინც შენ გარშემო იყო. კი ბატონო, ძალიან ბევრი. და პირველ რიგში ჩემი თავი რა და მე მაგას ვერ პატიობდი, აი ბოლო წლები რა, აი რაც უფრო მოხმარებაში ვიყავი, მაგ ბოლო წლები აი თვითგემიდან ვერ გამოდიოდი, იმიტომ რომ ვერ ხსნიდი იმას, რატო გავუკეთე ეგეთი რამე ჩემ თავს. მოდი, არ გავატრაგიკულოთ ეს ინტერვიუ და საერთოდ დამოკიდებულებას, ჩემი აზრით, დამოკიდებულებას აი ეს ტრაგიზმი არ უხდება, არც რომანტიზმი უხდება, არც ტრაგიზმი არ უხდება. ამიტომ მინდა გადავიდე შემდეგ თემაზე და კითხო, შენთვის რა არის რეაბილიტაცია ეხლა? ანუ რას პოულობ ამ რეაბილიტაციაში? აუ, სიყვარულს და აი არ ვიცი, ბედნიერი ვარ რა, ბედნიერება ვიპოვე თავიდან დავიბადე. მე ხო გეუნები წეღან ეხა ის ცოტა მართლა ისე ტრაგიკულად შეიძლება გამომივიდა, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ ეხა და იმდენად თავიდან აღვიქვა ყველაფერს, რომ აი ცვეთში მეორე დაბადება თუ არსებობს ეს არის რა ჩემთვის, აი დილას რო ვიღვიძებ მიხარია, იმენა მიხარია ცვეთში გეუნები, მზე არის, წვიმა არის, თუ კარი არის, მიხარია რა. და ყველა მიყვარს, აი ხო გიჟური ის შეიძლება გამოვიღაცემ გიჟიაო შეიძლება იფიქროს, მაგრამ ცვეთში ყველა იფიქროს რა მნიშვნელობა აქვს რა იფიქრებს ჩვენ. ყველა მიყვარს, იმიტომ რომ გაღვიძება მიხარია და მაგე ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, ალბათ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ დღეს. ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ახლა 3 საათზე მივდივართ ლისის პაზი დაგისაგე. ხო, ეს ცოტა გვიანგავა. მაგრამ აი რა შემართება გაქვს ყოველ დღე რო დგები? შემართება ის მაქვს, რომ ვიცი რომ ხვალდაზე უფრო უკეთესი იქნება კიდე ყველაფერი. უკეთესი იქნება და ნიკუშ რა მინდა იცი რომ თქვა რომ აი просто აი სიტყვები შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგრამ აი ეს გრძნობები რა, აი გრძნობები რასაც ქვია რა, ემოციები, ვაფშე დაკარგული მქონდა ყველაფერი და ამას თავიდან რო ესენი ვიპოვე, ხო, ჩემში რო ვიპოვე, აი ცვეთში ბედნიერი ვარ რა, მაგარი ბედნიერი ვარ და მიხარია და რავი, ბევრი ის მინდა რა, მომავალი მინდა რომ მქონდეს ისეთი ჩამოყალიბებული, როგორიც მინდოდა რომ მქონოდა რა, როგორიც მინდოდა რომ მქონოდა. და ჩემი სისუსტის გამო, რაღაცა გადახვევის გამო უარი ვთქვი ამ ყველაფერზე და მაგის შანსი მომეცა აქვს, რომ ჩემი თავი ისე ვიპოვო და ვიპოვე უკვე. შეიძლება ძლიერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ შენი მიზანი რა არის? არის, მოდი ესე დავსვა შეკითხვას. არის შენი მიზანი ის, რომ რაც შენ თვითონ დაკარგე, სხვა ადამიანებს აპოვნინო? აუცილებლად. პირველ რიგში. აი ეგ არის ჩემი მიზანი. აი აქედან წასვლის შემდეგ რას გააკეთებ პირველ? აუ იცი რა, ჯერ აქედან მოდი დავგეგმოთ, აქედან რო ვთქვა. აი ვიცი რომ გიფიქრია და ვიცი ბევრს ფიქრობ რეაბილიტაციის დროს. აი რას ფიქრობ ხოლმე, როგორ წარმოიდგენ და როგორ გეგმავს შენ შემდეგ ნაბიჯებს ცხოვრებაში? პირველ რიგში რასაც ჯერ სრული კურსი უნდა ბოლომდე რეაბილიტაცია რამდენ ხანსაც არის საჭირო უნდა დავამთავრო და როგორც აქაურობაში ვხედავ მე ჯერჯერობით ჩემ თავს რა. სიმართლე რო გითხრა, გარეთ ვერ ვხედავ ჯერ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეხა დავიწყე ჩემი თავის ამოცნობა, ეხა დამიბრუნდა ისეთი გრძნობები, როგორიც არ მქონდა და მინდა რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ცოტა უფრო მყარად რო ვიქნები, კიდე სხვა ადამიანებსაც დავანახო, რომ აი რა შეიძლება აქაურობამ ადამიანს და მიანიჭოს რა, სიყვარული, გრძნობა და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეგ მინდა რომ სხვებს დავეხმარო, ვისაც ჩემნაირად გზიდან გადახვევა ჰქონდათ, აი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ყველაფერი მაქვს, მაგრამ მეორე დღეს აი თავზე დაინგრეს ყველაფერი რა და აი ეგეთ ადამიანებს შეიძლება უიმედოთ იყვნენ, აი ეგეთ ადამიანებს მინდა რომ დავეხმარო მე ეს რა, აქედან ჩემი
რეაბილიტაციიდან ამ გამომდინარე. პოდკასტის მიზანი ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ რომ რეკლამა გავაკეთოთ. არა, რეკლამა რა სვეჩი გეუნები. ერთი ადამიანიც რომ მოვატრიალოთ სიფხიზლისკენ, ბედნიერებისკენ, ჩათვალე რომ ჩვენი მისია შესრულებულია. ერთი ადამიანიც ამ პოდკასტები. შეიძლება 30,000, 50,000 და 100,000 ნახვა გქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვითვლით მნახველებს. ჩვენ არ მუშაობთ რეკლამაზე, ჩვენ არ ვითხოვთ რეკლამას. უბრალოდ ვითხოვთ რომ ის ადამიანები, რომლებიც აქ ზიან და ლაპარაკობენ, ამ ადამიანებს მოусმინოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ახლა გულწრფელად გამოხატავენ თავის აზრებს, თავის გულის ტკივილს, თავის გამარჯვებებს ზეგვიყვებიან. რეკლამასაც შეიძლება გამომივიდეს. შენი გამარჯვება რა არის აი ეხლა? ჩემი გამარჯვება? ჩემი გამარჯვება არის ის, რომ პირველ რიგში სიყვარული, რაც ჩემთვის სიყვარული იყო, იქ დავიბრუნე და მიზანი მაქვს, რაც ხორების მიზანი მაქვს, რაც არ მქონდა და აი ეგ არის ჩემთვის გამარჯვება. ეხლა ვიღაცას იტყვის როგორ არ ქონდაო მიზანიო, შენ ხო ესეთი პერსპექტიული ფეხბურთელი იყავი, სადღაც შეგეძლო უცხოეთში გეთამაშა. ეგ არისო მიზანი? მიზანი იყო ნიკუშ, მაგრამ ხო გეუნები რომ აი ანუ სიყვარული აკლდა. სიყვარული აკლდა, ხო. მე მგონი არც იმასაკში ხარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შენ ვეღარ გააგრძელო ან სამწუთნელო კარიერა მაინც. და მგონია რომ მე შენთან ნასაუბრები ვარ და გინდა რომ ბავშვთა ფეხბურთში მოსინჯო თავი და მე ვფიქრობ რომ ის გამოცდილება რაც აქ შეიძინე და ის ცოდნა. სირცხვილის გზნობა მაქვს, რა ნიკუშ, აი სიმართლე რო გითხრა, ცოტა სირცხვილის გზნობა მაქვს რა მაგასთან დაკავშირებით რა, აი სირცხვილის გზნობა მაქვს. რო საზოგადოება რას იტყვის? არა, საზოგადოება ხა აქ იმიტომ ზივა რომ საზოგადოება პირიქით რა რო დავანახო ხალხს, რომ არაფერი სასირცხვილო არ არის, მაგრამ უბრალოდ აი ჩემი ყველაფერი რომ მქონდა საერთოდ და ესე უბრალოდ ხაზი გადაუსვი არაფრის გამო სირცხვილის გზნობა მაქვს, ჩემ თავში მაქვს სირცხვილის გზნობა, რომ იგივე იმაში ვერ ვხედავ ჯერ ჩემ თავს, რომ სამწუხარო კარიერას დაუბრუნდე თორე. მაგრამ წეგან რასაც ვლაპარაკობდით, ხანდახან ყველაფერი უნდა დაკარგო, რომ რეალურად საკუთარი თავი იპოვო. კი ბატონო. მე მგონი მაგ პოვნის რეჟიმში ხარ ახლა შენ. მაგრამ ფსიქოლოგია და განათლება ძალიან საჭიროა. ეხლა შენ რაც ცოდნაც გაქვს ფეხბურთის გარდა, მგონი ძალიან საჭიროა ბავშვთა ფეხბურთში, იმიტომ რომ ეს ბავშვები გზას არ აცდნენ. როგორც შენ. აუ ძალიან დიდი სურვილი მაქვს და აი ყველაზე ბედნიერი ვიქნები მაგას თუ გავაგრძელებ, მაგრამ აი ჯერ აი ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მაგას. ცოტა მყარად რო დავდგები შეიძლება, რომ შეიძლება კი არა, ყველაზე მეტად მინდა რა, ყველაზე მეტად მინდა რომ აი რა ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან, სპორტსმენები, აი რა ვიცი. რა გაქვს სათქმელი ჯერ რაც რეაბილიტაციაზე არ გითხოვს. მოდი ვთქვათ. აი რა გაქვს, აი რა დაგჭა რომ გამოსაშვებია და არ გამოსულა. მაგარ დამაბნეველ კითხვას მისვე. ასეთ არ გვეჩქარება ჩვენ. თუ არ ხარ მზად მაგისთვის სხვა დროს ჩავწეროთ. შემდეგი პოდკასტი. არა მზად არ ვარ. ეხლა ვერ ვიხსენებ უბრალოდ რა შეიძლება ვთქვა. იქნებ ბევრი რაღაცა მექნება, რაც არ მithქვია, მაგრამ ისე უცებ თუ რამეს თქვა გინდა, ვინმესთვის რამეს თქვა გინდა, გამოხატვა გინდა შეგიძლია თქო. გადადგინა ბიჭი. მოდი გახედე იქითკენ და გადადგინა ბიჭი. თუ გინდა გავა. ოპერატორიც გავა. აი მაშინ ვინმეს უთხარი, რომ გიყვარს. ბიჭო მიყვარს პირველ რიგში. აქაურობა მიყვარს ძალიან, მაგრამ ჩემი
ოჯახის წევრები მიყვარან და ჩემი სამეგობრო მიყვარს, ვისაც აი იმედი გაუცრუე რა, მაგ იმედი გაუცრუე. პირველ რიგში ჩემ თავს გაუცრუე იმედი, მაგრამ არაფერი სასირცხვილო არ არის რა, მინდა რომ მივმართო ვიღაცებს, ვისაც აი ესე ჩემნაირად შეიძლება გრძნობდნენ რაღაცას რა, სირცხვილს, რომ ისეთი რაღაცა გააკეთეს, რომ გამოუსწორებადია რა, მაგრამ არაფერი გამოუსწორებადი არ არის პირიქით რა, აი დედასვიცა ვარ, ცოტა ხნის წინ ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ სიძლიერებს ვგრძნობ რა და ამაყი ვარ ჩემი საქციელით, რომ აი ესეთი ნაბიჯი გადავდგი და მოვედი აქ რა და მინდა რომ ყველას მივმართო, რომ არაფერი სასირცხვილო არ არის რა, არაფერი სასირცხვილო არ არის, მთავარია რომ რა ვერ ვიძახი რა, მაგრამ ნერვიულობ, მაგრამ ეს უკვე კარგია რომ ეს გამოხატე. ძვირფასო მაყურებლებო, ვინც გვიყურებდით, ვისაც შეგეხოთ სანდრიკას ნაამბობი, სანდრიკას ისტორია, ვინც ეხლა დამოკიდებულებაში ხართ, ან თქვენი ოჯახის წევრები, ან თქვენი ახლობლები. რა ვიცი, აყურებინეთ ეს ვიდეო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურად ვაკეთებთ რაღაცებს. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ გულწრფელები და ვიყოთ ძალიან ადამიანურები. ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა შენ ნიკუშ, რომ მომეცი საშუალება რაღაცა ორი კიდე ბევრჯერ მოგვეცევა ჩვენ ცხოვრებაში საშუალება, რომ თქვათ ჩვენი სათქმელი. მადლობა. მადლობა შენ. მადლობა. მადლობა.